პოემა ვინ მართალია დედა თუ მამა დაწერა და კითხულობს სქვიტო დანიელ ასტანჯელოვი ღმერთი ყველას გამჩენია და მან იცის ვის რა მისცეს ზოგს ქალაქის მეფეთ აქცევს ზოგს კი პურსაც გაუმძვირებს ზოგს ადვილად მოაქვს სარჩო ზოგი ოფსაც ბევრს აიდენს ზოგი მუქთად გამოძღვება ზოგს კი შიმშილიც აწუხებს ზოგს ქონებით აჯილდოვებს ზოგს მამა პაპური დარჩება ვისაც როგორ გაუმართლებს მისი ხვედრიც ის იქნება ერთ სოფელში სოფლის ბოლოს ერთი ოჯახი ცხოვრობდა ღმერთის მეტი მათი მსხნელი კაცი არავინ ვარგოდა ცოლი ქმრისა მოყვარული დღეს და ღამეს ათენებდა არ იცოდა რომ უფრო მეტად ქმრისთვის თავი არ დაეზოგა ქმარი კიდევ დილიდანვე გაწყვეტილი იყო წელში არაფერს არ ზოგავდა პური მოეტანა სახლში რაც რომ ჰქონდათ ცოლს და ქმარსა ის იყო მათი სიმდიდრე ერთ პურს შუაზე იყოფდნენ თავად ბედს არასჩიოდნენ ეს ღმერთს არ გამოეპარა დადალოცა იგი წყვილი უთხრა დიდად მომრავლდითო ეს იქნება თქვენი წილი მართლაც ყოველ წლიდან წლამდე მრავლდებოდა მათი ხვედრი შვილს შვილი ემატებოდა მრავლდებოდა მათი ძენი თლად დაწვრილი შვილ და ოჯახი ცხოვრება გახდა ძნელია თლად გაუჭირდა ცხოვრება თვარეც კი გახდა ბნელია 12 შვილი ეყოლათ ერთი ერთს მონაყოლია მშობლებს გაუხდათ ვაგლახად მათი რჩევა და ყოლია გათენებისას მამაი გაუდგებოდა გზასაო ჩემ შვილებს პურს არ მოვაკლებ გინ დამიბნელდეს თვალსაო და ასე იყო ყოველ დღე აღამდებოდა თავსაო საღამოს გახარებული უბრუნდებოდა სახლსაო ცოლ-შვილი ჟრიამულითა შემოეხებდნენ გარსაო თვეებს ამიზდებდა ახალგაზრდობაც ქრებოდა როს მიიხედეს უკანა ცხოვრება უკვე სჭიროდა ერთ მშვენიერ დღეს ოჯახსა მთლად გაუჭირდა ცხოვრება ბავშვებმა რომ გაიღვიძონ პურიც არა აქვთ მშობლებსა მამა განთიათ წასული საშოვრად ლუკმა პურისა 12 შვილი მძინარე დედის ამარა არისა უეცრად დედას მოესმა ფეხთა კაკუნი ცხენისა გარეთ გავიდა რას ხედავს ქარავან მიდის სპარსეთსა
დედამა გახარებულმა მივარდა მძინარ შვილებსა, გამოიყვანა გარეთა რომ დაენახათ მგზავრებსა. ბავშვებმაც სიცილ ხარხალით გამოირბინეს გარეთა, ნახეს აქლებთა ხროვანი, მიედინება სპარსეთსა. ზედაზის შახი მდიდარი, ხელებსაც ისავს წვერზე და მიუახლოვდა იმ ოჯახს, სადაც ლხინია ბავშვისა. ძირს ჩამოხტომა ინება, დამონას უდროთ შეხედა, დამონამ იქვე უეცრად ბატონის წინ დაიჩოქა. ბატონმა ყველას ანიშნა, რომ ყველა იყათ ჩუმად და მოდით ამ სახლში შევიდეთ, წავიზაკუსხოთ გოხტად. და ჩვენ ამ სახლის მასპინძელს ფულიც ვაჩუქოთ ბლომათა, გაჩერდა იქ ქარავანი, თვალი ვერ დასთვლის სიგრძითა, აბრაშუბისა თოფები მიწას ჩასთრევდა სიგრძითა, სახედრები და აქლემნი მრავალი იყვნენ რიცხვითა. შემოეხვნენ ბავშვები უცხო ხალხსა უნახავსა, ზოგს აქლემზე თვალი რჩება, ზოგს კი არა უნახავს რა. შახმა ბრძანა, გაშალეთ დიდი ნადიმი, რაც რომ თვალს არ უნახავსა და მომგვარეთ მეის ქალი, ვინც ამ ბავშვებს ავლებს თვალსა. დატრიალდნენ მოახლენი და გააძრეს ტყავი კრავსა, ტკბილი ღვინო ჩამოასხეს და მიართვეს წვათთან შახსა. ბავშვები გახარებულნი მიუჯდნენ შახის სუფრასა, რაც არ უნახავთ ის ნახეს, ქიშმისში ხელით ჩაფესა. გაოცებული დიდ შახი ბავშვებს თვალს არ აშორებსა და ხშირ-ხშირად აკითხულობს, ვისი შვილი არიან ესა. დაუცვად მან მიაძახა, ჰეი ხასან, გაფიცებ ღმერთსა, მონახეთ ბავშვთა მშობელი, მინდა სადღეგრძელო შევსვა. იმ წუთშივე ხასან ბეგმა შახთან მუხლი მოიყარა, მაშ მოგიკვდეს ეს ხასანი, თუ შენი სიტყვა არ ასრულდესა. მოიკითხა სად ცხოვრობს მშობელი ისა და მიაგნო მან იმ დედას, ქალი მთვარეს მაგონებსა. ხასანამ რომ დაენახა, ქალი ლერწა მტანიანსა, უცვად ენა ჩაუვარდა, ვეღარ იღებს დიდხანს ხმასა. უბრალოდ გამოწყობილი ქალი შეუდარებელი სხვასა. ხასანი გაშტერებული ვერაშოლებს ქალსა თვალსა, ქალბატონო მაპატიეთ, შეგაწუხებთ მე თქვენ დღესა, ჩემმა შახმა უდიდესმა თქვენი ნახვა ისურვა დღესა. თუ ასეა, ასე იყოს, უპასუხა დედაკაცმა, წამოკვები ვინახულებ, ნახოთ თუ რა უნდა შახსა. ხასანა ქალს წინ გაუძღვა, ქალიც მისდევს უკან მასა, ხასას ქალის დანახვამა ვეღარ აგნებს შახის გზასა. კარავს რომ მიუახლოვდნენ, ხასანი მიუბრუნდა ქალსა, ერთი წუთით მაპატიეთ, ჯერ მე შევალ მისსა კარსა. შესვლისთანავე ხასანმა მუხლი მოუყარა შახსა და კანკალით მოახსენა, მოვიდა მთვარე კარავსა. შახმას თხოვა მოიყვანეთ, ის ბავშვებიც მასთან ყველა, დაურიგეთ საჩუქრები, ვის რა უნდა მიეცით ყველას. ქალი შახის წინ წამოდგა, თვალიც არ შეუფრხენია, რა გნებავთო ნაზად უთხრა, მეტი აღარა უთქვია. შახმა ღიმილით შეხედა და თვალები გაუბრწყინდა, რომ ამ ქალის შესადარი არ უნახავს არსად ქვეყნად. ქალბატონო, ბოდიშს ვიხდი, შეგაწუხებთ ერთ წუთს დღესა, ნუ თუ თქვენა ხართ ის ქალი, დედა ამ ყველა ბავშვისა. დიახ, უფალმა 12, შვილი მარგუნა წილა და უფროსი 14-ისაა, პატარა 2 წლისა. ვინ არის თქვენი მეუღლე რომ დავეხმარო ძმურა და მე ამოდენა ქონება
რჩება ამ ქვეყნად ოხრადა. ქალმა ამ სიტყვის სმენაზე თვალს გაუბრწყინდა ნელა და დაუპასუხა, რატომ ოხრათა? ნუ თუ შენ შვილი არ აყავს ქვეყნა და? შახმა მიუგო, ჩემო დაო, ეს ღმერთი ყველას არასჯის ერთათა, შენ შვილი მოგცა მრავალნი მე კი ქონება უხვათა. ქალმა ტირილი დაიწყო, ცრემლი მოგორავს ლოყასა, არაფერი მაქვს ხვალისთვის რომ ვამყოფინო ყველასა. შახმა რომ ეს დაინახა, გულს აუძგერდა ნელა და ნუსტირი მზე თუ ნახავო, ცრემლი არ შველის ლოყასა. შენ ჩემო დაო მისმინე, მოგცემ ერთს კარგს არჩევასა, თუ და მიჯერებ გახდები ქონების ქონე ქვეყნა და. მომეცი მე ერთი შვილი, მოგიზღავ ოქროს ყველასა, და იმ შენ შვილსა მე გავზრდი, დიდ კაცად ვაქცევ ქვეყნა და. და თქვენც დიდ ფულის პატრონი გაზრდით თქვენ შვილსა უხვა და, არც ჩაცმა შემოგაკლდება და არც საჭმელი ქვეყნა და. ქალი ერთ წუთით დაფიქრდა და მიუბრუნდა ცნებასა, იფიქრა, მივცემ ერთ შვილსა მე ამ შახს, ქმარიც უარს არ იტყვისა. იფიქრა სამაგიეროდ, უშრომლად გავზრით სხვა ყველა შვილსა და გადაწყვიტა მიეცა, ვინც მოეწონებოდა შახსა. მე თანახმა ვარ ბატონო, მე შენ მოგცემ ერთსა შვილსა, გაუფრთხილდი სიკვდილამდის, შენ გაფიცებ შენს აღმერთსა. აი ასე ქალბატონო, ჭკუაც მოუწია ღმერთსა, ამდენ ბავშვი ერთი ჩემთვის, გაიმეტე ჩემთვის დღესა. ქალი კარავს გამოვიდა და მოსძებნა სულ პატარა, დიდხანს გულში ჩაიკონა და შახი შახს მიაბარა. შახმა ბავშვის მაგიერი შვიდაქლემში შეაფასა, ოქრო ვერცხლი დაუთვალა, ხურჯინებით მიუთვალა. ბავშვს გოზინაყი მიართვეს, დედა გულიდან გადიყარა, შემოსვეს შახის აქლემზე და სპარსეთისკენ გაემგზავრა. დაუთვლელი ოქრო ვერცხლი შახმა ქალსა დაუტოვა, ის ნახა რაც არ უნახავს და ზეცამდე გაიხარა. დაღამებამდე ხარობდნენ ბავშვები აქლემებთანა, დაიღალნენ დაიძინეთ, პატარა აღარ ახსოვთ ყველასა. დედამ ყველა დააძინა, თვითონ კი არ ეძინება, იმას ფიქრობს ქმარს რა უთხრას, როცა სახლში დაბრუნდება. როცა გახდა შუაღამე, აგერ ქმარმაც მოაკითხა, მის ნახვაზე ქალი უცვად, გარეთ ნაზად გამოვიდა. მოეხვია, მოეფერა, ჩემო კარგო, მომისმინე, დღეს ბედნიერი დღე დაგვიდგა, დიდმა შახმა ჩვენს ეზოში დიდი ნადიმი გამართა. ჩვენც დიდად გაგვიმასპინძლდა, დიდი ქონება გვარგუნა, თხოვა რომ მისთვის საზრდელად ერთ-ერთი შვილი მერგუნა. უშვილო იყო საწყალი, ქონება ბევრი ჰქონია, მახმადიანი ყოფილა, მაგრამ ჩვენი ენის ყოფილა. მე მთხოვა რომ ერთი ბავშვი მისთვის სპარსეთში მიმეცა და მის მაგიერ უცქირე დიდი ქონება გვარგუნა. აღარ შენ ივლი მთელი დღე ერთ ლუკმა პურის საძებნად, შვილებსაც კარგად გამოვზრდით, ფულიც გვექნება უთვლელად. ამ სიტყვის გაგონებაზე ქმარს დაუბნელდა თვალა და ქვასავით იქცა ადგილზე და იდგა გაუნძრევლადა. ნუ თუ გაჰყიდე შვილია, შენ ღმერთთან შერცხვენილია, ფული არჩიე შენ შვილსა, ჟობია მოკვდე მადლია. მერე რა არის რომ მივეც, ის გაზრდის უხვად კარგია,
სწავლასაც მისცემ სამქვეყნად, რომ იარსებოს კაცა და შესწყვიტე ეგ ლაპარაკი, სისხლი მომედო ყელა და თორე მოგკაცლი მაგთავსა, ეგ ცოდვაც იყოს შენთანა. მითხარი საით წავიდნენ, მივაგნებ კვალსა იმათსა, მოვთხოვ ჩემ შვილსა უკანა თუ შემიწყალა უფალმა. კარგი, ნუ ბოღმობ გეთაყვა, ყველაფერს გეტყვი წვრილა და გათენდეს დილა ადრიან გაუდე გზასა იმათსა. არა, ხვალ გვიან იქნება, ვერ ვნახავ გზასა იმათსა, აგერ ეგეც არ იყოს მახმათსა, არ მივცემ ივრით შვილს შვილადა. ამის თქმა იყო დაქმარი, მოახდა თავის ლურჯასა და მოეწია განთიაც ქარავანს სპარსეთისასა. წინ გადაუდგა შახინშახს, ცრემლებით ჩამომდინარსა, დიდო ბატონო გინდ მომკალ, არ მოგცევ ჩემს შვილს შვილადა, მე მშობელი ვარ იმ ბავშვის ქალმა რომ მოგცა შვილადა, ხომ იცი ღმერთ საქალისთვის ჭკვარ მიუცია უხვადა. შენ როგორ ბედა უტვინով ჩემს წინა ამბის ქმნებასა, ახლავე ვეტყვი ჩემს ბიჭებს თავს მოგაჭრიან ხელადა. მამამა ცხენის წინ გაგორდა, ტირილის იწყობს ხიალსა, შახი ზემოდან დასქერის გიმილი მოზდის ულვაშსა. მომკალის მირჩევნია ვიდრე ამ ამბის ქმნებასა, ეგ ჩემი შვილი ჩემია ღმერთი შენს მოგცემ შვილსასა. შახმა სიცილი დაიწყო, შენ ჩემო ძმაო, მე შენთვის არ წამირთმია ძალიდა, მე ვაჭარი ვარ, ვიყიდე ბავშვი გავცვალე ფულშია, ცხოვრება სულ ვაჭრობა, მამა პაპასაც უქნია, გასწი აქედან მომშორდი, უკან არ მოგცემ მგონია. ჩემო ბატონო, ნუ მიწყენ, მე წამოკვები ვალშია, 5 წელსაც გემსახურები, ფულიც არ მინდა არშია. შახი ერთ წუთით დაფრდა და შეიცოდა მშობელი, იფიქრა, მე ღმერთი ამას არ მაპატიებს, იქნებ მეც გავხდე მშობელი. შახმა ამაყად მიუგო, დადექი მაგრად ფეხზე და თელ ქვეყნად დავიარები, ქალი ვერ ვნახე ხალხშია, ვერ ვნახე ქალი მართალი, რომ იყოს ქმართან სწორია, წაიყვა ეს შენი შვილი, ქონებაც იყოს შენია. გახარებულმა მამიკომ ჩაიკრა შვილი გულშია, მადლობა უთხრა შახინშახს და დაულოცა გზანია. ქმარი მოვიდა სიმღერით, ქალი ატირდა სახლშია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.